რობოტების განვითარება სულ უფრო ამწოვებებს ჩვენ შიშებს, ვაიდა არ ჩაგვანაცვლონო, მაგრამ ამაზე ISKP-ის დაფუძნებლებს მშვენიერი პასუხი აქვთ მომზადებული. თუმცა ჯერ თავად ISKP-ის რობოტი მასაჟის სისტემა უნდა გაგაცნოთ, რომელიც სან-ფრანცისკოში არსებულმა დიზაინის სტუდია Vipsoul შემოგთავაზა. ეს გამოგონება ხელოვნურ ინტელექტს უახლეს რობოტიკასთან აერთიანებს, რათა მომხმარებლებს პერსონალიზებული მასაჟის გამოცდილება შესთავაზოს. ასე კი სურთ რევოლუცია მოახდინონ მასაჟის თერაპიაში, დააკმაყოფილონ მომხმარებელთა მოთხოვნები და გადაჭრან პრობლემები, რომლებიც დღეს ინდუსტრიაში არსებობს. როგორც ხედავთ, ISKP-ს მეტალის კიდურები აქვს, რომელიც ჩვენი ხელის ფუნქციასა და შეგრძნებებს ბაძავს ისე, რომ ადამიანის მიერ გაკეთებულ მასაჟს მიემსგავსოს. ზუსტად ამიტომ მეტალის მკლავებზე სილიკონის პადებია დამაგრებული. ვეგანური ტყავითაა გაწყობილი და მომხმარებელზე მორგებული ეკრანიც აქვს ქვემოთ, რათა ინდივიდმა მასაჟის სეანსებით კონკრეტულ საჭიროებებს უპასუხოს. ინოვაციური დიზაინის ავტორი ელიკ ლიტმენია, რომელსაც Vipsoul-სთან თანამშრომლობის დაწყებამდე რობოტის პროტოტიპი ჰქონდა, თუმცა საბოლოო პროდუქტი ერთად განავითარეს. როგორც ამბობს, ეს არც ისე მარტივი პროცესი იყო, რადგან ახალი ტექნოლოგიების ინტეგრირებისთვის უნდა გაერთვათ თავი, ფერებით, მატერიებითა და თითოეული დეტალით. ISKP-ის ბრენდი უნდა ჩამოეყალიბებინათ ისე, რომ მეგობრული და ხელმისაწვდომი ყოფილიყო. თანაც ნებისმიერი ზომის, ფორმისა თუ ასაკის ადამიანს უნდა მორგებოდა. ISKP-ის მომხმარებლებს 15-დან 120 წუთამდე ხანგრძლივობის მასაჟს თავაზობს. სესიების დაჯევშნა კი მათ პირდაპირ აპლიკაციიდან შეუძლიათ, რითაც პერსონალიზებულ მიდგომაზე აკეთებენ აქცენტს. თუმცა არ გეგონოთ, რომ აქ გადაწყვეტილებებს რობოტი ბრმად იღებს. მისი თითოეული მოქმედების უკან ლიცენზირებული პროფესიონალი მასაჟისტები, პროტოტიპის მრავალი ექსპერიმენტი და კვლევა დგას. ამასთან ISKP ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ტექნოლოგიასაც ეყრდნობა, რითაც მუდმივად განახლებულ მონაცემთა ბაზას გვთავაზობს. მათი თქმით, მასაჟის სპეციალისტი რობოტი იმისთვის კი არაა შექმნილი, რომ ადამიანები ჩაანაცვლოს, არამედ იმისთვის, რომ ინდუსტრიაში კვალიფიციური პროფესიონალების დეფიციტი აღმოფხვრას. წარმოიდგინეთ, როგორ გადაადგილდებოდით ყოველდღიურად თქვენი ტერფები მოქნილი რომ არ იყოს. ეს იმ ადამიანების რეალობაა, რომელთაც კიდურები ამპუტირებული აქვთ და პროთეზს იყენებენ, თუმცა ეს უკანასკნელიც არ გამოირჩევა მოქნილობით. ხშირად ვერც არათანაბარ რელიეფს ეგუება და გადაადგილებას გამოწვევად აქცევს. სწორედ ამისთვის შეიქმნა ახალი დამხმარე ტერფი რობოტი. ამბობენ, რომ ამ ადამიანების რეალობას იტალიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული რევოლუციური დიზაინი შეცვლის. ისინი Soft Foot Pro-ს გვაცნობენ, ტერფის პროთეზის პროტოტიპს, რომელიც უზარმაზარ ნახტომს გვთავაზობს ზოგადად პროთეზირების დიზაინში, თუნდაც ადამიანის ტერფის სტრუქტურისა და მოძრაობების მიბაძვით.